ტრამპმა გაამკაცრა ზეწოლა კუბის დიქტატურის ელიტაზე და ამ 4 შაბათს ზეწოლა შეეხო ჰავანის რეჟიმის ისტორიული გენერლის გვარსაც. ალინა როსალეს აგირე ურეტა, გენერალ ულისეს როსალეს დელ ტოროს ქალიშვილი დააკავა შეერთებული შტატების საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურმა. მას შემდეგ, რაც მაიამის რეგიონში ცხოვრობდა, ამერიკის ტერიტორიაზე 2023 წელს B1-ისა და B2-ის ტურისტული ვიზით შევიდა, რომელიც ჰავანაში იყო გაცემული. საქმე ხმაურობს იმიტომ, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი იმიგრანტი, რომელიც ცდილობს კუბიდან გასვლის შემდეგ ცხოვრება თავიდან მოიწყოს, არამედ გენერლის ქალიშვილი. კაცის, რომელმაც ცენტრალური პოსტები ეკავა რევოლუციურ შეიარაღებულ ძალებში, იყო გენერალური შტაბის უფროსი, მინისტრი და კომუნისტური მექანიზმის ნაწილი, რომელმაც 10 წლეულების განმავლობაში დაახრჩო კუნძული. იმ დროს, როცა კუბის ხალხი ელექტროენერგიის გათიშვებს, დეფიციტს, რიგებს, შიშსა და რეპრესიებს ებრძვის, კასტროს მაღალი ხელმძღვანელობის ოჯახის ნაწილი კომფორტს ეძებს. ზუსტად იმ ქვეყანაში, რომელსაც რეჟიმის პროპაგანდა მტერს უწოდებს. ტრამპის ადმინისტრაცია ახლა ამ წინააღმდეგობას პოლიტიკურ გზავნილად აქცევს. ვინც კუბის ხელისუფლებასთან ახლოს ცხოვრობდა, პრივილეგიებით სარგებლობდა და ამერიკის ტერიტორიას თავშესაფრად იყენებდა. შეიძლება დაიწყოს მიგრაციის კანონისა და ეროვნული უსაფრთხოების სიმძიმის შეგრძნება. რას აკეთებდა გენერლის ქალიშვილი მაიამიში? რატომ გარბის დიქტატურის ელიტა შეერთებულ შტატებში? როგორ აპირებს ტრამპი კუბის გარეთ არსებული ამ პრივილეგიების ქსელის დახურვას? ახლავე ყველაფერს გეტყვი. თუ მოგწონს ასეთი პირდაპირი და ზედმეტი საუბრის გარეშე კონტენტი, გამოიწერე არხი, რადგან აქ ყოველდღე ასეთ ვიდეოებს ვაქვეყნებთ. დაკავება დაადასტურეს კუბის ემიგრაციაში მყოფ მედია საშუალებებმა და ასევე გამოჩნდა ამერიკის მიგრაციის სამსახურის ოფიციალურ დაკავებულთა ბაზაში, როგორც Diario de Cuba იუწყება. დაპატიმრების ცენტრი, სადაც ლინა გადაიყვანეს, საჯაროდ არ გამოუცხადებიათ. ამ დროისთვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ ის მაიამიში იმყოფებოდა, ცდილობდა მიგრაციის სტატუსის დარეგულირებას, მაშინ როცა კუბის რეჟიმის ისტორიაში მძიმე გვარი ჰქონდა. ლინა პროფესიით ექიმია კუბაში და გენერლის შვილია, რომელიც კომუნისტური ხელისუფლების მნიშვნელოვან თანამდებობებზე მუშაობდა. ულისეს როსალეს დელ ტორო იყო რევოლუციური შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, შაქრის მინისტრი, სოფლის მეურნეობის მინისტრი და მინისტრთა საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი. ეს ფაქტი ციდან არ ჩამოვარდნილა. 2026 წლის თებერვალში მარტი ნოტიციასის გამოძიებამ უკვე გამოავლინა როსალეს დელ ტოროს ოჯახის ნაწილის ცხოვრება, რომელიც განსხვავდებოდა იმ სიღარიბისგან, რაც რიგით კუბელებს აქვთ თავსმოხვეული. გამოძიება მიუთითებდა, რომ გენერლის 4 შვილი ცხოვრობდა პრივილეგიებით, მოგზაურობებით, ბიზნესითა და ელიტურ წრეებთან ცდომით გარშემორტყმულ გარემოში. იმ დროს, როცა კუბის მოსახლეობა საკვების, მედიკამენტების დეფიციტს, ხანგრძლივ ელექტროენერგიის გათიშვებსა და განადგურებულ ეკონომიკას ებრძოდა. ამავე დროს ის ამ სურათში ჩნდებოდა როგორც ქალიშვილი, რომელიც ტურისტული ვიზით ჩავიდა შეერთებულ შტატებში და მაიამიში ცხოვრობდა, სანამ ლეგალიზაციის მცდელობას ელოდებოდა. საინფორმაციო საშუალებებში სულ უფრო ხშირად ისმის ერთი მარტივი კითხვა. რას აკეთებდა ეს ოჯახი, როცა კუნძულს გარეთ კომფორტით სარგებლობდა? იმ დროს, როცა პირდაპირ თუ ირიბად იცავდა იმ სისტემას, რომელმაც მილიონობით კუბელი გაანადგურა. ეს შემთხვევა აჩვენებს დიქტატურის ძველ წინააღმდეგობას. ხალხისთვის მსხვერპლი, რეჟიმის მოკავშირეებისთვის გასვლის შესაძლებლობა, ევროპული მოქალაქეობა, კერძო ბიზნესი, მოგზაურობები და კომფორტული ცხოვრება. ალინა როსალესის დაპატიმრება აჩვენებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ დაიწყო ამ წინააღმდეგობის რეალურ პრობლემად გადაქცევა მათთვის, ვინც შეერთებულ შტატებს თავშესაფრად იყენებდა. როსალეს დელ ტოროს ოჯახი ამ პრივილეგიების წრეში სხვადასხვა მიმართულებით ჩანს. ერთ-ერთი ქალიშვილი სულემა როსალეს აგირე ურეტა მითითებულია როგორც კანკუნის მცხოვრები, რომელსაც აქვს ბიზნესი და ხშირად მოგზაურობს კუბაში. სხვა პერლა როსალეს აგირე ურეტა გამოჩნდა ძველი ჰავანის ქონებრივ და ბიზნეს წრეში, რომელიც დაკავშირებულია მყარ ვალუტაში მიმდინარე ბიზნესებთან. ერთადერთი ვაჟი კარლოს ულისეს როსალეს აგირე ურეტა ჩანს, რომ დაკავშირებულია კუბის სამხედრო სექტორთან. ოჯახი ასევე დაკავშირებულია ექსკლუზიურ უძრავ ქონებაზე წვდომასთან და ცხოვრების წესთან, რომელიც შორს არის იმ მძიმე რეალობისგან, რასაც კუბელთა უმრავლესობა განიცდის. სწორედ აქ იძენს ალინა როსალესის დაპატიმრება პოლიტიკურ მნიშვნელობას. ის უბრალოდ არ არის ჩვეულებრივ მიგრაციულ პროცესში დაკავებული. ის გენერლის შვილია, ძველი კასტრისტული სტრუქტურის წარმომადგენლის, რომელიც 10 წლეულების განმავლობაში მართავდა კუნძულს. მან აკონტროლა სახელმწიფო სექტორები და მონაწილეობდა იმ სისტემაში, რომელიც კუბას ჩამორჩენილობაში ამყოფებს. როდესაც ამერიკელი აგენტები ამ ფიგურას აკავებენ, შეთხობინება ჰავანამდე აღწევს. ოჯახური კავშირები კუბის ხელისუფლებასთან შეიძლება საფრთხედ იქცეს და არა დაცვად, პატიმრობად.
ტრამპის მთავრობა უკვე აფართოებდა ალყას დიქტატურის წინააღმდეგ 2026 წლის 1 მაისს. თეთრმა სახმა გამოაცხადა ახალი სანქციები კუბის რეჟიმის იმ ოფიციალურ პირებზე, ორგანიზაციებსა და მხარდამჭერებზე, რომლებიც ჩართულნი არიან რეპრესიებში, კორუფციაში, უსაფრთხოების აპარატში, ეკონომიკის სტრატეგიულ სექტორებში და აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მიმართ მუქარებში. ბრძანებამ ასევე გახსნა გზა იმ პირებისა და ინსტიტუტების წინააღმდეგ, რომლებიც მატერიალურად ეხმარებიან კუბის მთავრობას. მთავრობაც მოძრაობაში ჩაერთო. სხვა ახლახან მომხდარ შემთხვევაში ალინას დაპატიმრებამდე რამდენიმე დღით ადრე ამერიკელმა ხელისუფლებამ მაიამიში დააკავა ადეს ლასტრეს მორეირა, ანია გილჰერმინა ლასტრეს მორეირასთან. ანია მიჩნეულია სამხედრო კონგლომერად გაესას ხელმძღვანელად. ეს ჯგუფი დაკავშირებულია კუბის შეიარაღებულ ძალებთან და აკონტროლებს კუნძულის ეკონომიკის დიდ სექტორებს, მათ შორის ტურიზმს, ვაჭრობას, უძრავ ქონებასა და ფინანსებს. ამერიკული მედიის მიერ ციტირებული ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ადესი ცხოვრობდა ფლორიდაში, ჰქონდა მუდმივი ბინადრობის უფლება, მაგრამ ის გაძევებას დაქვემდებარებულად მიიჩნიეს რეჟიმის ელიტასთან კავშირების გამო. მარკო რუბიომ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ დედამიწაზე ადგილი არ იქნება, მით უმეტეს შეერთებულ შტატებში. უცხოელებისთვის, რომლებიც ეროვნული უსაფრთხოების საფრთხეს წარმოადგენენ, ფუფუნებაში ცხოვრება მიუღებელია. თანმიმდევრობა მნიშვნელოვანია. პირველად ოფიციალური განკაცრება კუბის მიმართ დაიწყო, შემდეგ დააპატიმრეს გაესას სტრესთან დაკავშირებული და ახლა კი დააკავეს გენერლის ქალიშვილი, იმ გენერლისა, რომელიც კასტრიზმის ისტორიულ ფიგურად ითვლება. ეს მეთოდს აჩვენებს და არა იზოლირებულ ეპიზოდს. ტრამპის მთავრობა როგორც ჩანს მიზანში იღებს იმ ნათესავების, ოპერატორებისა და ბენეფიციარების ქსელს, რომლებიც ფიზიკურად დაშორდნენ კუბას, მაგრამ კვლავ დაკავშირებულნი არიან ხელისუფლებასთან, რომელიც კუნძულს კუბაში აღჭობს. ამ ტიპის სიახლეს ძლიერი ეფექტი აქვს, რადგან ის ძველ ჭრილობას ეხება. რეჟიმი ყოველთვის ხიდდა თანასწორობის, მსხვერპლისა და წინააღმდეგობის იდეას, მაგრამ ელიტა სხვა რეალობაში ცხოვრობდა. სანამ ჩვეულებრივი მოქალაქე რიგებში დგას, ელექტროენერგიის გათიშვებს და დაბალ ხელფასებს ებრძვის, ხელისუფლებასთან დაკავშირებული ოჯახები მოგზაურობენ, საზღვარგარეთ სწავლობენ, ბიზნესს აკეთებენ და დემოკრატიულ ქვეყნებში დაცვას ეძებენ. ალინას დაპატიმრება სწორედ ამ თვალთმაქცობას ამხელს. კასტროს გენერლის ქალიშვილი მაიამიში ცხოვრობს. სანამ მილიონობით კუბელი საკუთარ კრიზისს ვერ აღწევს, ეს შემთხვევა ჰავანაზეც ახდენს ზეწოლას, რადგან აჩვენებს, რომ ფლორიდა ამ ოჯახების ნაწილისთვის კომფორტული ზონა აღარ არის. რეჟიმი კაპიტალიზმს ამხელს, მაგრამ მისი მფარველები მაიამიში გარბიან. რეჟიმი ემიგრაციას ადანაშაულებს, მაგრამ მათი ნათესავები ემიგრაციაში უსაფრთხოებას ეძებენ. რეჟიმი სუვერენიტეტზე საუბრობს, მაგრამ მისი ბენეფიციარები თავშესაფარს იმავე ადგილას ეძებენ, რომელსაც ოფიციალური პროპაგანდა მტერს უწოდებს დიქტატურის მოკავშირეებისთვის. დაპატიმრება უკვე მხოლოდ გენერლის, მინისტრის ან სახელმწიფო კომპანიის წინააღმდეგ დაწესებული სანქცია აღარ არის, ეს უკვე სიგნალია. ზეწოლა უკვე იმ ოჯახის წევრებზეც ვრცელდება, რომლებიც კუნძულს გარეთ ჩნდებიან და იმ ცხოვრებით სარგებლობენ, რომელიც თავად რეჟიმმა უარყო ხალხისთვის. მე ვარ მილსონ ალვესი, გლობალური ინტერნაციონალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდო ჭეშმარიტი ინფორმაცია. ახალი ამბების ბულები ვიდეოს აღწერაშია. დალაიქე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო ჩვენ საზოგადოებაში. მილსონ ალვესი, გლობალური.